ეთერში 43 წლის ემიგრანტის ნატა ბიბლიანის საქმით, რომელმაც ყველას თავზარი დაგვრჩა 21 საუკუნეში დაბადებული თაობა ალბათ კიდევ უფრო მეტად გაოგნებულია ამ ამბით. მათ არ ახსოვთ კონტექსტი, როგორი იყო სინამდვილეში 90-იანი წლების საქართველო. როგორ არ არსებობდა კანონი და მისი დამცველი ინსტიტუცია, რამდენად სასტიკები იყვნენ ადამიანები და მთელი თემები და სოციუმები ამ განუკითხაობაში. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ამბავი მივიღოთ და გავიხსენოთ როგორც ისტორიის გაკვეთილი. ჩვენი სტუმრები არიან იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციოლოგი, თამარ გაბოძე, ორგანიზაციიდან პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელი, ასევე ჩაგვერთვება გოგა ხატიაშვილიც, იურისტი, უფლებადამცველი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ყოფილი ეროვნული კონსულტანტი. ძალიან დიდი მადლობა მოგზანებისთვის და პირდაპირ რომ დავიწყოთ იაგო თქვენით. რამდენად ჯანსაღი იყო ჩვენი დამოკიდებულება, საზოგადოების დამოკიდებულება, როგორც კი ნატა ბიბლიანმა ძალიან ძიმე განცხადებები გააკეთა სოციალურ ქსელში. მოგესალმებით, მივესალმები ტელემაყურებელს, მე უსმენდი თქვენს ეთერში ამ ადამიანს, ჩვენს წინაშე ლაპარაკობდა ტრავმირებული, ფაქტობრივად გატეხილი ადამიანი, რომელიც დღესაც უმძიმესი გამოცდილების, ძალიან მტკივნეული გამოცდილების სრული გაცნობიერებით იტანჯება, შეიძლება ასე ითქვას და მან გაიხსენა ის დრო 90-იანი წლები, განუკითხაობის დრო მართლაც, როდესაც მის თავს ამდენი უბედურება მოხდა და როდესაც 35 წელი გავიდა, ხო, ამდენი ათეულობით წლები გავიდა და ხა თქვენ მეკითხებით ნინო, როგორია დღევანდელი საზოგადოების რეაქცია ამაზე? შესაძლოა ჩვენ აღმოვაჩინოთ რაღაც დადებითი ტენდენციები საზოგადოების ცვლილების თვალსაზრისით და მოცემული ფაქტისადმი საზოგადოების დამოკიდებულების თვალსაზრისით, მაგრამ მაინც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი იმ კომენტარებიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ ყველანი ვკითხულობთ სოციალურ ქსელებში, ჩარჩენილია 90-იანი წლების, მე ვიტყოდი ასე პირდაპირ, ასე ვთქვათ, ფეოდალურ საქართველოში, როდესაც ადამიანი პიროვნება მით უფრო ქალი არის მსხვერპლი, რომელსაც საზოგადოება დამნაშავედ მიიჩნევს. ანუ პარადოქსულ ვითარებასთან გვაქვს საქმე, თუნდაც დღესაც, რომ კომენტატორების მნიშვნელოვანი ნაწილი მსხვერპლს თვლის დამნაშავეს, ხოლო მოძალადეს, რომელიც რეალურად დამნაშავეა, მიიჩნევს მსხვერპლად. ანუ აბსოლუტურად არეულია პრიორიტეტები და არეულია პრიორიტეტები იმიტომ, რომ დღემდე საქართველოს საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში არსებობს მოდი ამას ძალიან მარტივად შეგვიძლია ასეთი შეფასება მივცეთ, არსებობს თემის ინტერესების პრიორიტეტულობის აღიარება ინდივიდის ინტერესებთან მიმართებით. როდესაც ეს კოლექტიური რაღაცა ინსტიტუციები, როგორც არის სოფელი, ოჯახი, გვარი, სანათესაო თემი და ასე შემდეგ, არის პრიორიტეტული და მის ინტერესებს, ასე ვთქვათ, მის შეუბღალაობას, მის სიწმინდეს ეწირება ცალკეული ინდივიდის ინტერესები, მიუხედავად იმისა, რომ ეს ინდივიდი შეიძლება იყოს საშინელი და სასტიკი ძალადობის მსხვერპლი. აი ეს არის, ასე ვთქვათ, ფეოდალიზმი და მოდერნიზმი, ანუ თანამედროვე საზოგადოება იწყება მაშინ, როდესაც წინა პლანზე გამოდის ადამიანის უფლებები, პიროვნების უფლებები, ინდივიდი ხდება სიმძიმის ცენტრი, პასუხისმგებლობის ცენტრი, ზრუნვის ცენტრი და არა, ასე ვთქვათ, კოლექტიური ფენომენები, რომლებიც ასე ვთქვათ, ინდივიდუალური უბედურებების ხარჯზე შეიძლება არსებობდნენ და შეიძლება ფუნქციონირებდნენ. აი ეს დილემა, როგორც ჩანს, დღეს კიდევ არის საქართველოში, რომ თავარია თემს არ ევნოს რაიმე და თემის ინტერესების გულისთვის შეიძლება და მსხვერპლი გაიწირვა, შეიძლება დანაშაული
მიიჩქმალოს და ასე შემდეგ. აქ თავისთავად ეს არასრულწლოვნის გაუპატიურობის ფაქტი საშინელება არასაკვირველია, მაგრამ აქ არის მეორე საშინელებაც ჩვენ ვიცით თქვა ამ ადამიანმა და ეს პრინციპი სხვა წყაროებიდანაც დასტურდება რომ ამ ამბის შესახებ იცოდა მთელმა სოფელმა, მთელმა თემმა იცოდა, ოჯახმა იცოდა, ინსტიტუციებმა იცოდნენ, ხო? პოლიციამ იცოდა, ანუ რა ვიცი, ადგილობრივმა ხელისუფლებამ იცოდა და შემდეგ. ანუ ჩვენ დავდექთ ასეთ ფაქტის წინაშე, რომ სახეზე ქონდა კოლექტიური დუმილი კი არა უბრალოდ, არამედ ხელშეწყობა შეიძლება ითქვას პირდაპირ. ხელშეწყობა გამოდის, ხო, არამედ ჩვენ სახეზე ქონდა აი ამ კოლექტივის მიერ საკუთარი სიწმინდის დაცვის მოტივით ინდივიდის არ მხოლოდ ბიოლოგიური, არამედ ფაქტიურად სოციალური სიკვდილიც, ხო, ეს ადამიანი გაუშვეს მთელი ოჯახით სოფლიდან, მას წართვეს ქონება, ანუ სოციალურ სიკვდილთანაც გვაქვს აქ საქმე, როდესაც ადამიანი ჩამოაშორეს საკუთარ გარემოს, საკუთარ სოფელს, ფაქტიურად გამოაცხადეს მარგინალიზებულად და წართვეს დედობის უფლება და ასე შემდეგ და ამ უბედურებაში მონაწილეობდა ყველა კოლექტიური ინსტიტუცია, ოჯახიდან დაწყებული, როგორც ჩანს, ოჯახიც უწყობდა ამას ხელს, ну ოჯახი წინააღმდეგობრივ განცდებში იყო, რასაკვირველია ამ შულთან წინარ გადაუდგა უბედურებას, ხო? ყოველ შემთხვევაში, ხო, ისიც იყო ამ დანაშაულებრივი რაღაცა ფაზლის ერთ-ერთი ელემენტი, ხო? სოფელი, თემი, მოკლედ გაიმარჯვა თემა ინდივიდზე, გაიმარჯვა თემა სოციალურ ინსტიტუტებზე, რომლებიც უნდა იყვნენ არა თემური სამართლის, არამედ უნივერსალური სამართლის დაცვის, უნდა იყვნენ უნივერსალური სამართლის დაცვის სადარაჯოზე და ეს ადამიანი დღეს არის ჯერ კიდევ ასე ვთქვათ, აი იმ ასეთ ფეოდალური ურთიერთობების ხორბალ. ძალიან კარგია რომ მან გადაწყვიტა რომ ამის თაობაზე ესაუბრა, ხმამაღლა, საჯაროდ, შეიძლება აღმოჩნდეს გარკვეულწილად პრევენციული ხასიათის გამოსვლაც, იმიტომ რომ ამ ჯერთი მოძალადეებს შეიძლება გარკვეული გაფრთხილება მისცეს, ეს ერთი და მეორე ის ვინ ძალადობის მსხვერპლი იყო ან არის, ასევე უბიძგოს მათ რომ გაასაჯაროს არსებული ძალადობები, რომლებიც მარტო სვანეთში არ ხდება, რასაკვირველია, მთელ საქართველოში ყველა რეგიონში ეს არ არის, ასე ვთქვათ, სვანური კულტურის რაღაც ავთენტური ნაწილი, ეს არის ზოგადად ადამიანურ ბუნებას ახლავს ეს დევიაციები, ამიტომ რაც უფრო მეტი ადამიანი მსხვერპლი, ძალადობის მსხვერპლი ilaparakeps საჯაროდ ამაზე, მით უფრო ნაკლებად მოხდება, მით უფრო მეტად მოხდება პრევენცია ამ ტიპის დანაშაულებების. თუმცა, იაგო, ამ დღეებში, როდესაც მე ვაკვირდებოდი რეაქციებს საზოგადოების, თქვათ, ხო, ნატას საჯარო გამოსვლებზე, ისიც კი მომეჩვენა, რომ ეს ადამიანი შეიძლება მეორეჯერ გახდეს აი ესეთი სოციალური თავდასხმის სამიზნე, იმიტომ რომ ისიმართლე, რასაც ეს ადამიანი ამბობს, ანუ ამ რისკს ფაქტიურად წასულიც არის. წინადადებას დავამატებ და უკაცრავად დიდი დრო წავიღე, მე მგონი. მე მახსოვს ერთ-ერთ ინტერვიუში ერთი ქალბატონი სრულიად გულწრფელად და სერიოზულად ამბობდა ასეთ რამეს და ამბობდა სხვების თანდასწრებით და სხვებიც ეთანხმებოდნენ, რომ თუ ქალს არ უნდა მასზე ვერავინ იზალათებს. ანუ თუ ქალმა თუ არ მე ასე თქვა პირდაპირ, ქალმა თუ არ მისცა ნიშანი მასზე ძალადობას ვერავინ გაბედავს, ვერავინ შეძლებს. ეს არის აბსოლუტურად ავადმყოფური, ასე ვთქვათ, ცნობიერება. და ტექნიკებიც აქვს ამისთვის რაღაც გამიგია ესეთი რაღაცები. მამაკაცური სრულიად ფუყე თავმოყარეობის რაღაც შემაზრზენ სადარაჯოზე დგომა, ხო, რომ
ყოველთვის ქალია დამნაშავე, როდესაც მას ძალადობენ და არასოდეს მოძალავდა. აი ამ ტიპის ცნობიერება, ჯერ კიდევ ცოცხლობს ჩვენში, კიდევ ერთხელ ამბობ, ეს არის არა საზოგადოებრივი ცნობიერება, არამედ ეს არის თემური და კლანური ცნობიერება, რაც უფრო მალე დავშორდებით ამ ცნობიერებას, მით უფრო მალე ავაშენებთ თანამედროვე ქვეყანას. თამარ, ჩვენ ახლა მოვისმინეთ იაგოს ძალიან კარგი ანალიზი მასთან დაკავშირებით, საზოგადოებას რა რეაქცია ჰქონდა ამასთან დაკავშირებით. თქვენ ბევრი კვლევა გაქვთ ჩატარებული და ბოლო ძალიან დიდი პერიოდი მთლიანად ქალებზე ძალადობის თემებზე მუშაობთ. მაინტერესებს ეხლა რა სურათია? არის თუ არა, თქვათ, ის, რასაც იაგო ამბობს, რომ ჩვენ თუ გვინდა რომ თქვათ, აი ნორმალურ, განვითარებულ, განათლებულ ქვეყანაში ვიცხოვროთ, თავისთავად ცხადია ასეთი ტიპის ძალადობის ნიშნები მთლიანად უნდა იყოს გამქრალი, ყოველ შემთხვევაში ეს უნდა იყოს აი მართლაც რაღაცა ძალიან დიდი გამონაკლისი, რომელიც ალბათ რომლის პრევენციასაც შეიძლება ვერც ერთი ქვეყანა მსოფლიოში ვერ ახდენდეს. თუმცა აი მაინტერესებს ის მონაცემები, რომელიც მე წავიკითხე 2025 წლის მონაცემითაც საკმაოდ დიდი რაოდენობაა შემთხვევების კვლავ გაუპატიურების, კვლავ ძალადობის, სხვადასხვა ტიპის ძალადობის და ამ კვლევებით ისიც კი დასტურდება, რომ 50% ქალების სიცოცხლეში ერთხელ მაინც ყოფილა სხვადასხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლი. რით იხსნით ამას? მოგესალმებით. პირველ რიგში სრული მხარდაჭერა ნატავი ბლიანს, ყველა ძალადობა გამოვლილ ქალს და ბავშვს, ყველა გადარჩენილ ადამიანს. ძალიან მძიმე თემაზე ვსაუბრობთ, თუმცა ჩემთვის ეს არ არის ახალი. ასევე ეს არ უკავშირდება კონკრეტულ თემს ან რეგიონს და ეს მხოლოდ სვანეთის პრობლემა არ არის. ჩვენს წინ თბილისში არაერთი მსგავსი უბედურება ხდება, ბავშვები არიან უმძიმესი ძალადობის მსხვერპლი და ამის შესახებ მეზობლებს უნდა სცოდნოდათ მინიმუმ ბავშვის წივლის ხმა უნდა გაეგოთ. ეს ხდება სხვადასხვა რეგიონში ცხადია და არ არის სვანეთი გამონაკლისი. რაც შეეხება როგორ უნდა გადავერთოთ სხვა გარაზროვნებაზე, იმიტომ რომ ნამდვილად იაგომ ძალიან კარგად ახსნა რა არის ჩვენი პრობლემა, რატომ ვერ მიმართავენ მსხვერპლები მართსაჯულებას, რატომ ვერ საუბრობენ ამაზე, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია, რომ დახმარების ნაცვლად მსხვერპლები მეორეული ვიქტიმიზაციას და მუქარას, კრიტიკას და ძალიან მძიმე შეურაცხყოფას ექვემდებარებიან. მე ძალიან ბევრჯერ მithქვამს, რომ თავისთავად არ გაქრება ეს აზროვნება და თავისთავად არანაირი პრობლემა არ გვარდება, ხო? სახელმწიფოა ვალდებული იმის, რომ საზოგადოების აზროვნების შესაცვლელად გააკეთოს ყველაფერი. არა ითვალოს სტატისტიკები, რომლებიც მხოლოდ წვერია აისბერგის. და ნატას შემთხვევაში და არც ის არის სრულყოფილი სხვათა შორის, ამას თავადაც აღიარებენ, რომ იმდენად ამალულია. მიათედიც არ არის რეალური მონაცემები და ნატას შემთხვევაში ხო, რომ არა თავის თავში ეპოვა ძალა, არასოდეს არ იქნებოდა ეს ამბავი გაჟღერებული და აი ეს უმძიმესი ისტორიები სტატისტიკებს რომ ვეძახით ჩვენ ეს არის დაანგრეული და მოსპობილი ცხოვრება ადამიანების და უმეტესი მათგანი ვერასოდეს ვერ სარგებლობს მართსაჯულების უფლებით და უმეტესი მათგანი ფიქრობს რომ მე ზუსტად ამ სიტყვას იყენებენ ხოლმე აქეთ გადამივლიან და მეტყვიან შეუნამუსო გოგო ან შეუნამუსო ქალო როგორ გაბედე და ამ ადამიანს რა დააბრალე და იციან რომ საზოგადოება ხანდახან ძალიან დაუნდობელია, მაგრამ ეს არის იმიტომ რომ ცნობიერება არის ისევ იქ დარჩენილი, რაზეც ვისაუბრეთ, ის რომ თუ ქალს არ უნდა, ის რომ ყოველთვის კაცია მართალი, ის რომ ოჯახის მხარდაჭერის ამბავი, ხო, უმეტეს შემთხვევაში ოჯახს არ ჯერა, რომ ადამიანი არის მსხვერპლი და თუ უფრო გულწრფელები ვიქნებით, ურჩევნია რომ არ ჯეროდეს. იმიტომ რომ შეიძლება ბევრი მიზეზის გამო ვერ გაუმკლავდეს და ურჩევნია რომ არ ჯეროდეს და ურჩევნია რომ თუ ეს მისულსაც ეხება თუ ეს მისულსაც ეხება ასეთი ძალიან მძიმე სისხლის სამართლის საქმეები არსებობს, როდესაც ოჯახი არ შერწყვეს, ხო? ეს პარადიგმა ეს არის გამომართლებელი რომ ოჯახი არ შერწყვეს, ამიტომ ყველაფერს ავიტანთ. თავარი რა არის ოჯახისთვის, რომ არ გახმაურდეს ამბავი. და აი მაგალითად კახეთში, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი მეზობლის გაუპატიურების შემდეგ დარჩა ორსულად,
ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ეს პრობლემა როგორ მოეგვარებინათ და მეზობლების დაპირისპირებას არჩიეს, რომ ეს გოგო წაეყვანათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საცხოვრისში. იქ დაიბადა ეს ბავშვი და იქ გაიზარდა. ოჯახმა არჩია მეზობელთან დაპირისპირებას თავისი შვილის გაწირვა. ძალიან მძიმეა, მე თვითონ ცხადია ვიაზრებ ამაზე რომ ვსაუბრობ, თუმცა უმეტეს შემთხვევაში რატომ არის ამ მსხვერპლები? იმიტომ რომ აქვთ ნაკლები მხარდამჭერთა წრე. და ვინც არა ვართ ჩვენ იმ მდგომარეობაში, რაზეც ახლა მე ვსაუბრობ, უბრალოდ ჩვენ გაგვიმართლა. ჩვენ შეგვხვდა გარემო სხვანაირი, თორემ პრევენციისთვის რეალურად არაფერი არ კეთდება. ჩვენ რომ ვიფიქროთ რა ეფექტური მექანიზმი არსებობს, რაც გადაარჩენს ბავშვებს სექსუალური ძალადობისგან, შეამცირებს ამ ძალადობას, რა თქმა უნდა, სრულყოფილად ამ ძალადობის აღმოფხვრა შეუძლებელია, თუმცა არის მინიმალური სტანდარტები, რითაც შესაძლებელია, რომ შემცირდეს დანაშაული და თითოეული ადამიანის გადარჩენილი სიცოცხლე და გადარჩენილი ცხოვრება, იმიტომ რომ ეს ადამიანები ვეღარ აგრძელებენ ცხოვრებას ძველებურად, შეუძლებელია, რომ გაუპატიურებს მსხვერპლი, მით უმეტეს ბავშვმა შეძლოს გააგრძელოს ძველებურად ცხოვრება. ჩვენ ვიწყებთ სტატისტიკის თვლას, ყოველ წელს ვაწარმოებთ სტატისტიკას და რეალურად სტატისტიკის წარმოების არსიც არა გვაქვს გაგებული, სახელმწიფოს პასუხისმგებელ პირებს არა აქვს გაგებული სტატისტიკა, მართლა ციფრების თვლა ხო არ არის, იმიტომ ვითვლით სტატისტიკებს, რომ რა პრობლემებია, როგორ აღმოვფხვრათ ეს პრობლემები, რა არის ის გამოწვევები, რის გამოც ამხელა ხო სტატისტიკა მარტო ციფრების თვლა ხო არ არის და ანგარიში სტატისტიკა არის კვლევა პრობლემების და მე ამ კვლევებზე ამ პრობლემებზე მუშაობა, მაგრამ რეალურად მაგალითად ბავშვთან მიმართ სექსუალური ძალადობის სტატისტიკა არ იცვლება. ანუ წლიდან წლამდე არის ერთი და იგივე ციფრები და კი, აი ზუსტად ციფრები ჩამოწერილი მაქვს და მე და სხვადასხვა გაუბედურებული ბავშვები. თავად სასამართლო სისტემა, რომელთანაც თქვენ ძალიან ხშირად გიწევთ ურთიერთობა და ძალიან ბევრი ბავშვის ადვოკატირება გიწევთ ამ პერიოდში და ჩვენ სანამ შემოვიდოდით ეთერში ვილაპარაკეთ, რომ ეს არ არის ერთეული შემთხვევების სამწუხაროდ და კიდე უფრო უარესი ის არის, რომ არც კი ვიცით რა არის სრული სტატისტიკა, ანუ ამის წარმოებაც კი ძალიან რთული, იმიტომ რომ ეს ზუსტად ისეთი საქმეებია, რომელიც როგორც წესი ხშირ შემთხვევაში არც გამოდის სააშკარაოზე, თუ არ გავა რაღაცა პერიოდი და ადამიანს თუ არ მოუნდება რომ იყვიროს, რომ აი ეს იყო ჩემ ცხოვრებაში და მართლა ნატა ბიბლიას უნდა დაუფასდეს ის, რომ ამ ადამიანმა შეძლო ამის გაკეთება. თამარ, სასამართლო სისტემა და სახელმწიფო შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდე რა უწყება განათლების სამინისტრო? ვინ არიან მონაწილეები ამ პროცესის, ვინ უნდა შეძლოს ზიანის შემცირება ან პრევენციული ღონისძიებების ჩატარება? პირველ რიგში ეს არის განათლების სამინისტრო და ყოველთვის, როდესაც ხდება დანაშაულები ბავშვების წინააღმდეგ, განსაკუთრებით სექსუალური ხასიათის დანაშაულები, ყოველთვის სხვა უწყებებთან ერთად პასუხისმგებელი არის განათლების სამინისტრო, იმიტომ რომ მას ევალება რომ ბავშვი მოამზადოს იმისთვის, რომ მეტნაკლებად ბავშვს ჰქონდეს ინფორმაცია, შეაფასოს სარისკო სექსუალური ქცევები, იცოდეს ვინ არიან მის ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც მათ უფლებებზე მუშაობენ, როგორ მიმართონ ამ ხალხს ის იცოდეს, როგორ გააკეთოს საჩივარი დამოუკიდებლად, ხო? ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია საკუთარ უფლებებზე და ასევე უნდა იცოდნენ პრაქტიკაში, როგორ გამოიყენონ ეს უფლებები, ვის მიმართონ დასახმარებლად, ხო? ბავშვებმა უნდა იცოდნენ რა არის მათი პირადი სივრცე და ძალიან ხშირად ბავშვების უფლებები იქ ირღვევა, სადაც ყველაზე მეტად უნდა იყვნენ დაცულები, ხო? მაგალითად, სახლში, როდესაც დაწყებული იქიდან ბავშვს ვეტყვით, აბა მოდი მოყევი ლექსი, უნდა თუ არ უნდა, ბავშვს ვაჩვევთ, რომ უფროსი რო ეტყვის, ეს არის გასაგები, ხო? ბავშვებს ვეხებით ზედმეტად, ხო? აი შეგვიძლია რაღაცა მოფერებით, სხვადასხვა ადგილას მოჩმეტით, ბავშვებს არ ვასწავლით, რომ პატივი უნდა ვცეთ მის პირად სივრცეს და როდესაც იწყება ძალადობა, შესაძლებელია, რომ ბავშვს უკვე აღარ შეუძლია განასხვაოს, აი ეს გარყვნილი ქმედება და თითქოს ჭყალებში მოფერება. ჩვენ საქმე მოვიდეთ სკოლაში, სექსუალური შევიწროების საქმე, როდესაც მასწავლებელი ბავშვს ხან მხრებზე კიდევდა ხელს, ხან კისერზე და როდესაც ამას აპროტესტებდა ბავშვი, მასწავლებლების პოზიცია იყო და მათ შორის პირველი ინსტანციის სასამართლოში პოზიცია იყო, რომ ეს ზოგადად თბილი მასწავლებელია. და შეუძლია თბილ მასწავლებელს, რომ ბავშვს შეეხოს სხეულზე, ანუ რაც რა თქმა უნდა არის
ბავშვის უფლებების დარღვევა და არის ბავშვის სექსუალური შევიწროება. უბრალოდ ამაზე არ საუბრობს არავინ და ბავშვებს არ ვაძლიერებთ ჩვენ ცოდნით. სხვანაირად სექსუალურ დანაშაულებს ვერ არიდებ ბავშვებს, იმიტომ რომ თავდასხმითი ესეთი დანაშაულები ბავშვების წინააღმდეგ უფრო იშვიათია. ძირითადად არის დაფარული, მერე ხდება ბავშვების წინააღმდეგ მუქარა, დადანაშაულება, აი თუ ქალს არ უნდაო, ხო, რომ ახსენეთ ჩვენ ბავშვებს ეუბნებიან, რომ შენ გამომიწვიე და როდესაც ამას გაიგებენ შენი მშობლები, ნახავ რას დაგმართებენ და ნახავ როგორ გეჩხუბებიან. საოცარი ქსელი ხლართება, აქედან ალბათ ბავშვმა როგორ უნდა გამორიცხულია ეგეთი რაღაცა, რომ ბავშვმა გამოიწვიოს დასრული რომ მე იმან იძალოთ, ეგეთი რაღაც არ არსებობს უბრალოდ, მაგრამ ბავშვს როდესაც არ აქვს მინიმალური ინფორმაცია, თუნდაც იმის შესახებ, რომ მას არავინ არასდროს არ უნდა შეეხოს, მისინების საწინააღმდეგოდ არანაირი კომუნიკაცია მასთან არავის არ უნდა ქონდეს, ხო? რამდენადაც ეს ინფორმაცია არ აქვს, მეორეს მხრივ ოჯახის მხარდაჭერის იმედი არ აქვს, საზოგადოებისგან გარიყვის შიში აქვს, ხო? ყველაზე დიდი პრობლემა კიდე ბავშვებს მატყუარებად აღიქვავენ ხოლმე. იმის მიუხედავად, რომ ძირითადად უფროსები იტყუებიან და არა ბავშვები. მით უმეტეს, როდესაც ბავშვები დახმარებას ითხოვენ, ისინი არასდროს არ იტყუებიან ამ დროს. შესაძლებელია მათ ზუსტად ვერ თქვან რა ჭირდებათ. ლუკას ირაძის საქმე, ყველაზე მძიმე საქმეა ბავშვი. როგორ ითხოვდა დახმარებას ბავშვმა, როდესაც კედელზე დაწერა ამ ცხოვრების დედა სინამდვილეში იყო უკვე რა თქმა უნდა დაწერა ცუდათავარ და დამეხმარეთ. მაგრამ ეს ვერავინ ვერ გაიგო იმის მიუხედავად, რომ მათ აქვთ ვალდებულება. ამიტომ განათლების სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორია, რომელიც პასუხისმგებელია ბავშვების უფლებების დაცვაზე და უფლებების დაცვა პირველ რიგში გულისხმობს პრევენციას, ხო? ჩვენ უნდა ავარიდოთ ბავშვებს ეს დანაშაულები და დამდგარი დანაშაულის ეფექტურად გამოძიება და პროცედურული ვალდებულება, რა თქმა უნდა, არის სახელმწიფოს ვალდებულება, მაგრამ მაქსიმალურად უნდა გააკეთოს ყველაფერი სახელმწიფომ იმისთვის, რომ ადამიანებს აარიდოს ზიანი და არა მერე ვითვალოთ სტატისტიკები და მერე ვიფიქროთ, როგორი მოსამართლე ან როგორი პროკურორი შეხვდება, იქაც გაგვიმართლებს თუ არა იმისთვის, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და დადგეს მაგალითად სამართლიანი გამომტყუნებელი განაჩენი. ჩვენ ამ თემას ალბათ აუცილებლად დაუბრუნდებით, იმიტომ რომ ძალიან დიდი და ესეთი რთული თემა. სანამ გოგა ხატიაშვილი ჩაგვერთვება, უბრალოდ ერთი წამი მინდა პატარა რეპლიკა შეგან. რამდენად პასუხობს განათლების სისტემა და მით უმეტეს ახალი რეფორმები ახლა აი ამ საკითხებს, რომელიც ახლა თამარმა თქვა. საკურველია ვერ პასუხობს, აბსოლუტურად ვეთანხმები ქალბატონ თამარს. რაც თქვა, აი პრობლემების ჩამონათვალში, რომელიც დღეს საქართველოს აწუხებს, ამ პრობლემების გაჟღერებაში, უფრო სწორედ ხელისუფლების მხრიდან რაღაცა სულ ეფემერული პრობლემები გვესმის, ხო? ეს ხელისუფლება მამაკაცების გათხოვებაზე წუხს დღენიაдаг და ყოველ დღე და პრობლემების ჩამონათვალიდან გამქრალია პედოფილია. ამ პრობლემას არ საუბრობს არავინ, არც ვთქვათ ხელისუფლება, არასამთავრობო სექტორი საუბრობდა, მაგრამ არასამთავრობო სექტორი დაჭირტებულია და ეს გამჭვირვალობის შესახებ კანონმა პირდაპირ შეუზღუდა მუშაობა ისეთ ორგანიზაციას, რომელიც მუშაობდა აი ამ მნიშვნელობით მუშაობის შესაძლებლობა არ აქვს. არადა ეს რეალური პრობლემაა, რამდენი ფაქტი გამჟღავნდა პედოფილიის, რამდენი გამჟღავნდა და რამდენი არის გაუმჟღავნებელი, ხო? რამდენი არის დაფარული ფაქტი. და რატოა დაფარული? სწორედ იმიტომ, რომ ცნობიერება ამ მიმართულებით ნაკლები, როგორც პედოფილიის მსხვერპლებში, ასევე ზოგადად საზოგადოებაში, ხო? ეს ხო არ არის, ასე ვთქვათ, თანშობილი ცოდნა, რომელიც დაბადებიდან გეძლევა. ეს არის რაღაცა კულტურის ნაწილი, რომელშიც განათლებაში აქვს თავისი წვლილი და სად აძლევენ ადამიანებს ასეთ განათლებას? გენდერი ამოიღეს ტერმინი, იმიტომ რომ ჩათვალეს რაღაცა ლიბერალიზმის მავნე გადმონაშთად. პედოფილიას ამ სიტყვა შეიტანენ სკოლაში, არა, რასაკვირველია, ან საერთოდ სექსუალური ძალადობა რას ნიშნავს, როგორ შეიძლება ეს თავიდან აიცილო, ეს ყველაფერი გამოცხადებულია, ასე ვთქვათ, ანტიეროვნულ, რაღაცა ლიბერალურ ეშმაკისეულ, ასე ვთქვათ, ღირებულებებად, რომლებიც საგანმანათლებლო სივრცეს არ უნდა გაეკაროს. აი აქამდე მივედით ჩვენ და დიდი ეჭვი მაქვს, რომ აი ახლა დაანონსებული ეს რეფორმა, ხო, მე მგონი
ძალაში ჩევიდა საცდელ სკოლებში, თუმცა ეს საცდელი ვარიანტი ასეულობით სკოლას მოიცავს, რომ იქ რელიგიური სწავლება გაძლიერდეს. რელიგიურ სწავლებას არავინ ერჩის, მაგრამ რასაკვირველია სექსუალური განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია. ძალადობის შესახებ განათლების მიცემა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ნახეთ ჩვენც მეც კვლევით ორგანიზაციას ხელმძღვანელობ, ბევრი კვლევა ჩაგვიტარებია და ძალადობა, ქალზე ძალადობა, ან ოჯახში ძალადობა ნორმალიზებულიც გია საქართველოში გარკვეულ შემთხვევებში. ანუ აი წარმოიდგინეთ ზოგჯერ როგორც ცნობიერება ყალიბდება, როგორც ცნობიერებაა ჩამოყალიბებული და თუ ქმარმა არ გამლანძღან, თუნდაც არ გამლახა, ну ის რა ქმარია მაშინ, ხო, ის არ არის ასე თქვა ნამდვილი ვაჟკაცი. თუ ქალს შეურაცხყოფას აყენებენ, ესე იგი დაიმსახურა და აშენდა. ანუ ძალადობას უამრავი გამოვლენა აქვს, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური და ასე შემდეგ. და ის შრე საზოგადოების, რომელმაც ის ინსტიტუცია საზოგადოების, რომელსაც ამ თემებზე უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია ახალგაზრდებისთვის, საზოგადოებისთვის ზოგადად, ის დღეს მარგინალიზებულია, სულ ზღაფავს, განდევნილია ფაქტიურად საქართველოსთან და ჩვენ ვრჩებით აი ასეთი რაღაც გაუთვითცნობიერებლობის, საინფორმაციო ვაკუუმის პირობებში, რომელიც პრაქტიკაში კიდევ უფრო მძიმე შედეგებს გამოიღებს მომავალში. მე ახლა გოგასთან მინდა გადავიდე ხატიაშვილთან, გვერდება გოგა ხატიაშვილი, იურისტი, უფლებადამცველი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ყოფილი ეროვნული კონსულტანტი. გოგა, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხართ ჩვენთან ერთად და ძალიან გვინდა რომ აი პირდაპირ დაგისვათ ის შეკითხვა, რაც აწუხებს ჩვენ საზოგადოებას, ის რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ნდობა თავად სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ სამწუხაროდ აი ესეთ სიტუაციებში, როცა ძალადობა ხდება ადამიანების მიმართ, ძალიან დაბალია. ეს აჩვენა ყველა კვლევამ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, რა არის გასაძლიერებელი და მაშინ, როდესაც თქვენ მუშაობდით სხვადასხვა სტრუქტურებთან, იყო შემუშავებული თითქოს პრევენციული მექანიზმები, ინფორმაციის გადაცემის და გავრცელების თითქოს აქტიური ძალიან ესეთი პროგრამები იყო შემუშავებული, რატომ ვერ გადავიდა ეს ყველაფერი საქმეში და რატომ არის ეს ტრაგიკული შემთხვევები, ეს მართლა საოცარი რამ, რასაც ძალადობა ქვია, მაინც ძალიან მაღალ მაჩვენებელს გვაძლევს. რისი ბრალია ეს? რა ვერ კეთდება? მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს და თქვენი სტუდიის სტუმრებსაც და პირველ რიგში მეც მინდა რომ გამოუცხადო მხარდაჭერა ნატას და პირველ რიგში ვუსურვო ის რომ მიეღწიოს სამართლიანობისთვის, მიეღწიოს იმისთვის რომ მის საქმეზე რეალური ნამდვილი მართლმსაჯულება აღსრულებულიყოს. სამწუხაროდ ნატას შემთხვევა არ არის ერთეული, იზოლირებული შემთხვევა და მიუხედავად იმისა რომ ყველა საქმე არის ინდივიდუალური, ხო, მისი თავისებურებების გათვალისწინებით, მეტნაკლებად ყველა საქმეს აქვს ერთნაირი ხელწერა და ამისი მიზეზი არის სწორედ ის, რომ თითოეულ საქმეს აქვს მეტნაკლებად ერთნაირი გამოწვევები და ერთნაირი სირთულეები. აი თქვენ სტატისტიკური ინფორმაცია გააჟღერეთ და ეს არის ოფიციალური სტატისტიკა. ეს არის რომელიც აღირიცხა, რომელიც მივიდა სახელმწიფო უწყებებამდე, მაგრამ ამის მიღმა არის ბევრი შემთხვევა, რომელიც ვერ ვლინდება, ხომ? არაერთი შემთხვევა არის, რომელიც სახელმწიფომდე ვერ აღწევს და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ოფიციალური სტატისტიკის თანახმად უმეტესად ხომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდებიან 11-დან 15 წლამდე არასრულწლოვნები. მაგალითად, პროკურატურის მონაცემებით გასულ წელს ცნობილი დაზარალებულებიდან, არასრულწლოვანი დაზარალებულებიდან სექსუალური ძალადობის საქმეებზე უმეტესობა იყო 11-დან 15 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი და ესეც გარკვეულ ტენდენციაზე მიანიშნებს. რაც შეეხება გამოწვევებს, გამოწვევები არის სისტემის აბსოლუტურად ყველა რგოლში. და დავიწყებ რამდენიმე მიმართულებით განხილვას, ხო? პირველი ნაწილი არის, რომ ვერ ხდება ასეთი შემთხვევების დროული გამოვლენა და ეფექტიანი პრევენცია. ეს არის ფაქტობრივად
დაუძლეველი სირთულე ასეთი შემთხვევების, ხო? დროული გამოვლენა და ეფექტიანი პრევენცია კვლავ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. ეხლა რა არის სამ ყველაფრის მიზეზი? ზოგადად სექსუალური ძალადობა რჩება ქალებზე ბავშვებზე ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე დაფარულ ფორმად. და ხშირ შემთხვევაში მათ შორის მერასაქმეებით წამიკითხავს და მინახავს, ხომ? ხშირად ბავშვებზე სექსუალური ძალადობა გრძელდება წლების განმავლობაში. დიდი ხნის განმავლობაში და ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის არის, რომ ბავშვები სათანადოდ ვერ აცნობიერებენ, რასთან აქვს საქმე. და ამის დაძლევის მექანიზმი იცით რა არის, რომ ამ ბავშვებს ჩვენ ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ამ ბავშვებს გააგებინოს მათი სხეულებრივი უსაფრთხოების საკითხები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სოფლიოში ამაზე ადეკვატური მეთოდი ბავშვების სექსუალური ძალადობის განდასაცავად უბრალოდ არ არსებობს, ხომ? გოგა, ჩვენ ხო მიერთებული ვართ კონვენციებს ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ. ყველა კონვენციას თითქმის მიერთებული ვართ, რომელიც ფაქტიურად არის პირდაპირ სასწავლო კრებული, ასე ვთქვათ, რომელიც შეგვიძლია აღვასრულოთ, აი პირდაპირ მოცემულია ყველაფერი, რა უნდა გაკეთდეს. აი ხო თქვენც რასაც ლაპარაკობთ, ამის გაკეთება რატომ შეიძლება იყოს ესეთი რთული, არ მესმის და თან აი ეს ნდობის ფაქტორიც ეს აი ესეც მინდა რომ არ დაგავიწყდეთ ესეც აღნიშნოთ სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ. თქვენ სწორად ახსენეთ, არა მარტო ქალთა მიმართ და ოჯახ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციას ვართ მიერთებული, არამედ ეგრეთ წოდებულ ლანზაროტეს კონვენციაც გვაქვს რატიფიცირებული. ეს უშუალოდ ბავშვების მიმართ ჩადენილ სექსუალურ ძალადობას ეხება. ეს კონვენციაც გვაქვს ჩვენ რატიფიცირებული, ხო? და აი თითქოს ფურცელზე ყველაფერი კარგად წერია, მაგრამ სერიოზული პრობლემა არის ამისი აღსრულების ნაწილი და ხო აი ერთ-ერთი გამოწვევა, როგორც დავასახელე, არის ის, რომ ბავშვებს სათანადო ინფორმაცია არ აქვს და ჩვენ არ ვზრუნავთ იმაზე, რომ ეს ინფორმაცია ბავშვებს მივცეთ და ხშირად მოძალადეები სწორედ ბავშვების აი ამ გამოუცდელობითა და არაინფორმირებულობით სარგებლობენ. მეორე სერიოზული პრობლემა გამოვლენის ნაწილში იცით რა არის? მართალია ბავშვები ვერან არ საუბრობენ ამ განსილ ძალადობაზე, მაგრამ სახელმწიფო უწყებებს და იქ მომუშავე სპეციალისტებს აქვთ ვალდებულება, რომ დააკვირდნენ ბავშვის ქცევას და თავად დააიდენტიფიცირონ სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი ბავშვი. ეხლა ამაში რას გულისხმობ? არსებობს საქართველოს მთავრობის დადგენილება, ეს არის 2016 წლის დადგენილება, ნომერსაც დავასახელებ, 427 დადგენილება არის, სადაც არის გაწერილი ინსტრუქცია სახელმწიფოებისთვის, როგორ უნდა მოიქცნენ, მათ შორის როგორ უნდა გამოავლინონ ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი ბავშვი. იმიტომ, როდესაც ბავშვი განიცდის ძალადობას, მათ შორის სექსუალურ ძალადობას, ქცევით, ხასიათით აუცილებლად იქნება მისახვედრი და აი ეს ინდიკატორები, ხო როგორ შეიძლება მივხვდეთ, რომ ბავშვი სავარაუდო ძალადობის მსხვერპლია, სწორედ აი ამ დადგენილებაში არის მითითებული და სპეციალისტებს ევალებათ, რომ დააკვირდნენ ბავშვის ქცევას და კი არ დაელოდონ, როდის ალაპარაკდება ბავშვი ამ გამოცდილებაზე, არამედ ამ ნიშნებს მიაქციონ ყურადღება, შეაფასონ ბავშვის მდგომარეობა და გადაამისამართონ შემთხვევა. სად უნდა გადაამისამართონ? შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში. რამდენად არის მზად შინაგან საქმეთა სამინისტრო ან იდენტიფიცირებას რამდენად შეძლებს ადამიანი, რომელიც აკვირდება ბავშვებს? ეს ყველაფერი ცოდნის საგანია. რამდენად იციან ადამიანებმა და არიან მზად იმისთვის, რომ მოახდინონ იდენტიფიცირება, გადასცენ შინაგან საქმეთა, რას აკეთებს ამასობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო? არის კი მზად იგივე სამინისტრო, რომ აი ეს პროცესები მართოს. აი მთლიანი სისტემა, რომლის აღსრულებაც, როგორც თქვენ თქვით, საკმაოდ პრობლემურია. ასეთ შემთხვევაში რა უნდა გავაკეთოთ? იცით რა, ამიტომ აღნიშნე, რომ გამოწვევების სისტემის ყველა რგოლშია. ხო, იმიტომ რომ მაგალითად ის სპეციალისტები, რომლებიც მე ვიგულისხმე, რომლებმაც უნდა დააიდენტიფიცირონ ხო სავარაუდო ძალადობის შემთხვევა, მათ შორის არიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სპეციალისტები, მასწავლებლები, მანდატური სამსახურის თანამშრომლები, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებები, საბავშვო ბაღები, ექიმები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, ესენი არის მითითებული ამ დადგენილებაში და ამ სპეციალისტებს ევალებათ, რომ აი კონკრეტული
ნიშნებს დააკვირდნენ და ბავშვის ქცევიდან გამომდინარე დააიდენტიფიცირონ ხომ არ არის მაგალითად ბავშვს ძალადობის სხვება. რამდენიმე ნიშანს გეტყვით. მაგალითად ბავშვს რადიკალურად შეეცვალა ხასიათი, შეიძლება სახლიდან ან სკოლიდან გაქცევა იყოს მოძალადისგან თავის დაღწევის ერთ-ერთი სტრატეგია და ასე შემდეგ. მაგრამ კვლევებით დასტურდება ეს არ არის რაღაც იზოლირებული ან განყენებული შემთხვევა, რომ ძირითადად სპეციალისტები აი ამ წესების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. მათ არ უტარდებათ სათანადო ტრენინგები ან გადამზადება, ან თუ უტარდებათ, ეს არის ძალიან ფრაგმენტული, ძალიან ინდივიდუალური და არ მოიცავს ესეთ მასშტაბურ ინსტრუქტორს, ხომ, იმისათვის რომ სპეციალისტები ფლობდნენ ინფორმაციას. ამიტომ აი ესეთი ხომ გულგრილობა და სისუსტე უფრო ზუსტი სიტყვა იქნება ხომ, რომელიც ახასიათებს აი ამ სეგმენტს, სწორედ ქმნის ნოყიერ ნიადაგს იმისათვის, რომ ამგვარი შემთხვევები დროულად ვერ გამოვლინდეს. რაც შეეხება შემდგომ პროცედურებს, ხომ, უკვე როდესაც ინფორმირებული არის ამის შესახებ, ხომ, მაგალითად საგამოძიებო უწყება, ან სხვა სახელმწიფო უწყება. აქაც გვაქვს ხოლმე სერიოზული გამოწვევები, იმიტომ რომ რიგ შემთხვევებში არ ხდება ბავშვთან სათანადო საგამოძიებო საპროცესო მოქმედებების ჩატარება, მათ შორის საკმაოდ მაღალია ხოლმე რისკები იმისა, რომ ბავშვმა გაიცადოს მეორეული ვიქტიმიზაცია. რა არის მეორეული ვიქტიმიზაცია? როდესაც საგამოძიებო პროცესში, სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის შედეგად ბავშვს კვლავ ზიანი ადგება. და ამის ერთ-ერთი მიზეზი არის სწორედ ის, რომ უმეტესად ჩვენ არ გვაქვს სამართალდამცავ უწყებებში ბავშვზე ორიენტირებული გარემო, მათ შორის ბავშვზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურა. აი მაგალითად, რამდენიმე წლის წინ შეიქმნა ხო, ცოტა მოკლედ გოგა ჩვენ დროში ცოტა შეზღუდულები ვართ. აი ხო, შეიქმნა დავასრულეთ. აი ბავშვთა ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი, ეგრეთ წოდებული ბარნახუსის სახელით არის ეს ცენტრი ცნობილი. და ეს არის აი შედარებით უფრო გაუმჯობესებული შესაძლებლობა ხომ იმისათვის რომ აი საგამოძიებო პროცესში მონაწილეობის შედეგად ბავშვმა ნაკლები ტრავმა განიცადოს, მაგრამ ეს ცენტრი არის მხოლოდ თბილისში. ანუ სერიოზული პრობლემა არის ამგვარი ცენტრების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის საკითხი, ხო? ანუ რეგიონებში თავისთავად ხადია ხელმისაწვდომობა ამაზე არის ძალიან დაბალი, რაც ალბათ ძალიან გაართულებს პრობლემას. და ასევე პრობლემური არის ის საკითხიც, რომ რა თქმა უნდა, როდესაც ბავშვის მიმართ სექსუალურ ძალადობას ეხება საქმე, მხოლოდ დამნაშავის იდენტიფიცირება არ არის საკმარისი. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის გრძელვადიანი რეაბილიტაციის გეგმის არსებობა და ამ ნაწილშიც გვაქვს სირთულეები, იმიტომ რომ ასეთ სერვისები არის მწირი და შესაბამისად ვერ უზრუნველყოფს, ვერ აკმაყოფილებს სექსუალურ ძალადობის მსხვერპლი ბავშვის სათანადო საჭიროებებს. ძალიან დიდი მადლობა გოგა, უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენთვის დრო გამონახეთ. ახლა მცირე კომენტარები რო გავაკეთოთ, რადგან საეთერო დრო ნელ-ნელა იწურება. თამარ, რაც გოგამ თქვა, ხა ჩემთვის მე დამჭა ესეთი შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფო საერთოდ არ არის მზად სრულმასშტაბიანი, ვთქვათ, მოქმედებებისთვის, თუ შეიძლება ასე ითქვას, ის პრევენციული მექანიზმები იქნება თუ ვთქვათ, გადამზადება ის თითოეულა ორგანიზაცია, რომელიც ეხმარებოდით და ძალიან დიდ საქმეს აკეთებდით ნაწილობრივ სახელმწიფოს გასაკეთებელსაც. როგორ ფიქრობთ, აი რა პერსპექტივა იხატება ახლა აი ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ? რა შეიძლება რომ მოხდეს და შეიძლება თუ არა უკეთესი მდგომარეობა იყოს? აი არ ვიცი. ძალიან აშკარაა, რომ რესურსები თითქმის აღარ არის, იმიტომ რომ ფაქტიურად არასამთავრობო ორგანიზაციებს აუკრძალეს არსებობა, აუკრძალეს დაფინანსება, უმეტეს ჩვენგანს შესაძლებელია, რომ დაუდგეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი, მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო და ხელმძღვანელი. ძალიან რთულია მოკლედ ავხსნა, რა მდგომარეობაა ეხლა არასამთავრობო ორგანიზაციების შეჩერების გამო და ფაქტიურად დევნის გამო ყველაზე მოწყვლადი ადამიანების ცხოვრებაში ძალიან ბევრ მესიჯს ვიღებ ბავშვების ძალადობის მსხვერპლი ბავშვების არ დაგვტოვო. ესეთი მესიჯი უამრავი მოხდა, ხო არ მიმატოვებ. მაგალითად თუ ორგანიზაცია აღარ გექნება, მე რა მეშველება და გვიწევს ჩვენ ამ ბავშვებისთვის პასუხის გაცემა.
და ეს პასუხი რა თქმა უნდა იყოს ღირსეული და რა თქმა უნდა იყოს პროფესიული ერთგულებიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არც ერთ ბავშვს არ დავტოვებთ, არც გვიფიქრია ესეთი რამ, რომ დავტოვოთ ბავშვები, რომელთან ერთადაც ხელჩაკიდებული მივდივარ სასამართლო პროცესზე და ზოგიერთი ბავშვის მოსმენა უჭირს მოსამართლეს. და როგორ უნდა იყოს ბავშვი, როგორ უნდა გრძნობდეს ბავშვი თავს, როდესაც პროფესიონალს უჭირს მოისმინოს ამ ბავშვის ისტორია. და რაც შეეხება სექსუალურ განათლებას 2022 წელს შევიტანეთ სარჩელი სასამართლოში და მოვითხოვეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სექსუალური განათლების დანერგვა. ეს როგორც საგანი და არა გაბნეულად ეხლა რო არის ექიმის საათი და თითქოს ეს არის პასუხი იმ გამოწვევების, რაც ყოველდღიურად უფრო და უფრო იზრდება. და მოკლედ რო თქვა, როგორი პროცესები გავიარეთ, ეს საქმე ახლა უზენაეს სასამართლოში, არც ერთმა ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ჩვენი მოთხოვნა ეფუძნებოდა მტკიცებულებებს, კვლევებს, ბავშვების უფლებებს, კონვენციებს, ლანსაროტის კონვენციას, ბავშვის უფლებათა კონვენციას, კვლევებს, რეალურ საქმეებს და სასამართლოს განჩინებაში არც ბავშვი წერია ამ უარში, როდესაც უარი გვეთქვა იმისთვის, რომ ბავშვებისთვის მიეწოდებინათ სექსუალური განათლება, რაც იყო ყველაზე საუკეთესო საშუალება და არის დადგენილია, რომ ყველაზე საუკეთესო საშუალება ძალადობისგან დაცვის არის განათლება, ხო? ამ განჩინებებში არც ერთგან არც ბავშვი წერია, არც მისი საუკეთესო ინტერესი წერია, არც საფრთხეები წერია და რომ არ იცოდეთ რას ეხება დავა, საერთოდ ვერ მიხვდებით რისი განჩინებაა ეს. აი ესე პასუხობს სახელმწიფო იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში, აი ყოველდღიურობაში აქვთ ბავშვებს და იმიტომ არიან ესეთი დაუცველები, იმიტომ არიან ესეთი მოწყვლადები ყველა სივრცეში, რადგან თითოეული უწყება, რომელიც პასუხისმგებელია ბავშვების უფლებებზე, განზეს წევს ბავშვებს და მე შემიძლია ჩემი პრაქტიკული გამოცდილებიდან თამამად თქვა, რომ ამ სახელმწიფოსთვის ბავშვები პრიორიტეტი არ არის. და ეს რო ესე არ იყოს და ნეტა არ იყოს 2022 წელს სარჩელი კი არ უნდა შემეტანა და მე ეს სარჩელი წარუმატებლად არ გაგრძელებულიყო. თავად სახელმწიფოს აქვს ისედაც ვალდებულება, მათ შორის ბავშვის უფლებათა კონვენციით ძალიან მარტივად აქვს ვალდებულება, რომ ბავშვებს არ იდოს ზიანი, ხო? მათ შორის არ იდოს დანაშაული. თუ ბავშვს ცოდნით არ გააძლიერებ, მას დანაშაულს ვერ აარიდებ. და არასოდეს არ არიან ხოლმე ბავშვები პრიორიტეტები სახელმწიფოსთვის და ძირითადად მე ვითვლით ხოლმე საუბედუროდ სტატისტიკებს და ძალიან დიდი ტრაგედია, რომ ბავშვები და ადამიანები ხდებიან ხოლმე წლიდან წლამდე სტატისტიკა. მთელი უბედურება ის არის, რომ ამ სტატისტიკაშიც არ აქვს ზუსტი მონაცემები. იაგო, და არის ესეთი მოსაზრება, რომ ეს ყველგან ხდება. ეს არის რაღაცა თავის დამშვიდობის ძალიან მახინჯი ფორმა, რომ თითქოს ასეთი რაღაცები ყველგან ხდება და აი მოხდა საქართველოშიც და ამითი თითქოს იმშვიდებს საზოგადოება თავს. რატომ არ ეხებათ ამ სტატისტიკაში ვერ ხვდებიან, იმიტომ რომ მეტი საშუალებები აქვს თვითონ რომ თქვა თავიანთ შვილებს მეტი განათლება მისცენ, ამ ბავშვებმაც თავისთავად დაცულად იგრძნონ უფრო და შეძლონ საკუთარი უფლებების დაცვა, თუ რასთან გვაქვს საქმე? ის რომ ასეთი ამბები სხვაგანაც ხდება და სექსუალური ძალადობა ან არასრულწლოვანებზე ძალადობა, ასე ვთქვათ, ყველა ქვეყნის პრობლემა, ამაში არაფერია გასაკვირი, ამაზე არც არავინ დაობს. თავარი სადაო საქმე აქ არის ასეთ ფაქტებზე რეაგირება, ასეთ ფაქტების წინაშე საზოგადოების, სახელმწიფოს და ხელისუფლების ანგარიშვალდებულება. აი აქ იწყება, ასე ვთქვათ, ძირითადი განსხვავება ქვეყნებს შორის. ნინო, იმ შემზარავ ფაქტში, რასაც თქვენ დღეს ეს გადაცემა მიუძღვენი და დიდი მადლობა ამისთვის, იმიტომ რომ საზოგადოებამ ცხადია ეს უნდა იცოდეს და ტელევიზია ინფორმაციის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძირითადი გადამტანია, ამ შემზარავ ტრაგედიას არ ყავს მარტო ორი აქტორი, მოძალადე და მსხვერპლი. არამედ ეს არის ჯაჭვი, დანაშაულებრივი ჯაჭვი, მთელი რიგი ინსტიტუტების, იქნება ეს არაფორმალური ინსტიტუტები, ოჯახი თემი, თუ იქნება ფორმალური ინსტიტუტები, პოლიცია, ხელისუფლება, სკოლა და ასე შემდეგ. ფაქტია, რომ აი ამ ძალადობის წინაშე ყველა ეს ინსტიტუცია დამარცხდა, სამარცხვინო დამარცხდა. ეგ არის განსხვავება ქვეყნებს შორის. რასაკვირველია, დამნაშავეები ყველგან არსებობენ, მაგრამ დანაშაულის პრევენციის თვალსაზრისით ან მომხდარ დანაშაულზე რეაგირების თვალსაზრისით ქმედითი მექანიზმების არსებობა არის უაღრესად
მნიშვნელოვანი და ჩვენთან სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ვამბობ ეფემერულ აბსოლუტურად გამოგონილ პრობლემებსაა გამოკიდებული ჩვენი ხელისუფლება, სახელმწიფო ინსტიტუტები და რეალურ პრობლემებს ყურადღებას არ აქცევენ და ვინც აქცევდა ისინი როგორც უკვე ვთქვი არიან რეპრესიების ქვეშ. ასე რომ პრინციპში ოპტიმისტური განწყობისთვის არავითარი საფუძველი არ აქვს, მაგრამ მაინც ძალიან კარგია რომ არსებობენ ადამიანები აკადემიურ სივრცეში, სამოქალაქო სივრცეში, მიუხედავად იმისა, რომ ინსტიტუციურად ჩვენ ძალიან გვიჭირს და სამოქალაქო საზოგადოება, სამოქალაქო სექტორი ძალიან უჭირს, ისინი აგრძელებენ მუშაობას ამემართულებით. რასაკვირველია არა იმ ეფექტიანობით, როგორც ადრე, მაგრამ მაინც ისინი არიან ასე ვთქვათ ღირებულებების ერთგულნი და მუშაობენ შემთხვევებზე, кейსებზე ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. ეს არის ჩემთვის ძალიან დადებითი თუ რამე შემიძლია დადებითი თქვა ამ კონტექსტში, ეს არის ჩემთვის ძალიან დადებითი ინდიკატორი იმისა, რომ ამ ქვეყანაში გაიზარდა უკვე პროფესიონალთა ის თემი, რომელსაც ღირებულებების მიმართ აქვს ერთგულება და შეუძლია ამ ღირებულებების მიხედვით იმოქმედოს, მიუხედავად იმისა, დგას ამის უკან ხელისუფლების ნება, ამ ფინანსები თუ არა. არა. და რა თქმა უნდა ამ შემთხვევის სწორედ ასეთი შემთხვევების გამო გრძნობენ ადამიანები უფრო დაცულად თავს და ამიტომაც გიკავშირდებიან და გთხოვენ რომ არ დატოვოთ და მე იმედი მაქვს რომ ჩვენ მოვახერხებთ საზოგადოება მოვახერხებთ იმას რომ ჩვენივე რესურსებით რაღაცნაირად ეს პროცესები შევაკავოთ რომ თქვენი მუშაობა არ იყოს შეჩერებული და ადამიანებს კონდეთ საშუალება მიიღონ დახმარება. რა თქმა უნდა უკეთესი იქნება რომ ეს პრევენციულად მომხდარიყო რომ არ გაზრდილიყო ეს ფაქტები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ამ ადამიანებს თქვენ ჭირდებით და ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა შორის სახელმწიფოსაც რო გაეცნობიერებინა თქვენი საჭიროება იქნებოდა რა თქმა უნდა გაცილებით უკეთესი და ეს იქნებოდა მედიანი, აი ახლა მე აბსოლუტურად ყოველგვარი ისეთ მიკერძოების გარეშე შემიძლია ვთქვა, არც ერთ შემთხვევაში ასეთ პრობლემებზე სიუჟეტს და გადაცემას ან თოქ-შოუს არ გააკეთებს იმედი მაგალითად. სამწუხაროდ კი, ასეა. ასე ან და ამას გამოაცხადებენ როგორც ერთ-ერთ ინფორმაციად და იქ დამთავრდება. საზოგადოებრივ აუწყებელი გააკეთებ, ცოტა მეპარება. არა, ყოველ შემთხვევაში მე არ შევსწრები ვარ ესეთ ფაქტს. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. მე დარწმუნებული ვარ რომ ეს არ არის უკანასკნელი გადაცემა, რომელზეც რა თემაზე ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ დღეს. შეიძლება უკეთესიც ყოფილიყო რომ უკანასკნელი ყოფილიყო და მეტი მსგავსი შემთხვევა აღარ მოხდარიყო, თუმცა ეს ალბათ ნაკლებად სავარაუდოა. ყოველ შემთხვევაში მედიის ის ნაწილი, რომელსაც თქვენსავით აქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა და მაინც დგას და აკეთებს თავის საქმეს, იმედი მაქვს რომ ბოლომდე მიიყვანს და ბოლომდე გააკეთებს და იტყვის იმ სათქმელს, რომლის ავტორებიც თქვენ იქნებით. 2023 წელს საქართველოს მთავრობამ ზარზეიმით გახსნა 1 მილიარდიანი პროგრამა, რომლის მიხედვით საქართველოში 800 სკოლის მშენებლობა რეაბილიტაცია უნდა ჩატარებულიყო. სკოლა-ბაღები მართლაც მყისიერად დაანგრიეს, რა აშენეს ამის შესახებ ერთხელ უკვე მოგიყევით თბილისის, პანკისის, ნინოწმინდის სკოლების მაგალითებს. დღეს კი გურიიდან მოგიყვებით კორუფციის ჭაობზე ქვეყანაში და დაჭაობებულ საძირკვლებზე. ბაღების ნაცვლად გურიის სკოლა-ბაღების აღდგენაზე თანხის აღება და ვალდებულების არ შესრულება ზარქოა სიძის კომპანიას მოეკითხება. ლაგი კაპიტალმა ტენდერები იმ დროს მოიგო, როცა მას სწორედ ზარქოას დისკმარი ფლობდა. მაგრამ სამუშაოების შესრულების ჯერი როცა მოვიდა, წილები სხვა სახელებზე გადაფორმდა. პასუხისგებაში სხვა პირები მისცეს იმ საბავშვო ბაღების ნაცვლად, სადაც წითელი ლენტები 2024 წლის აგვისტოში უნდა გაეჭრათ, ამ დრომდე ბაყაყები ღიყინებენ. ქვეწარმავლები ბაღაყებია თქვენ შემოსასვლელ კარზე ნახავდით, აწერია რომ ბაღი რატო დაგვიგურიეთ ეზოში გველიაო ბავშვებმა ესეთი წარწერაც კი მოუფიქრეს რომ სხვა ბავშვები არ შემოვიდნენ, ახლა თამაშის დროს ცელქომენ ბავშვები და მათი უსაფრთხოებაც კი არ არის დაცული ამ მომენტისთვის.
ზაფხულია მოგეხსენებათ და უამრავი ბაყაყია ასეთ გუბეებში საღამოს უფასო კონცერტზე არის რეალურად ისეთი სიტუაცია არის სრულ ყიყინი და ცუდი მდგომარეობა რაც მოსახლეობას გულწრფელად აწუხებს იმიტომ რომ ეს გრძელდება უკვე წლებია ეს არ არის ერთი თვის ან ორი თვის 2023 წლიდან მოყოლებული 3 წელი ასეთი მდგომარეობაა ამ სამშენებლო მოედნებზე სადაც სკოლები და ბაღები უნდა შეენებულიყო ოზურგეთის ცენტრში კოსტავას ქუჩაზე სადაც საკრებულოა მერია გუბერნატორია და ქალაქის რიტმი და გულისცემა ყველაზე უკეთ ისმის. სტადიონის ხელა ტერიტორია საბაყაყედ არის ქცეული. საბაყაყეს სამშენებლო ღობე აკრავს. ღობეზე კი საინფორმაციო დაფაა, რომელიც გვატყობინებს, რომ აქ 2024 წლის აგვისტოში დასრულებული ახალი შენობა უნდა მდგარიყო. 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი. ყველაფერს გადააყოლეს ამ ბავშვების მომავალი, თავის სიმშვიდე, ამ გაუმაძღრობას და კორუფციას ქართული მოცნება გადააყოლა ყველაფერი. საძირკვალ გათხრილი და მიტოვებული 30-მდე სკოლა და საბავშვო ბაღია მთელ გურიაში. სოფელ გურიანთადან ბავშვები 3 წელია ოზურგეთში ან მეზობელ სოფელში დაჰყავთ. საბავშვო ბაღის ავარიული შენობის ახლით ჩასანაცვლებლად ვადა აქაც 2024 წლამდე ჰქონდათ. იგივე მდგომარეობა გვაქვს პირველადი სამუშაოების შესრულებული, თანხები ათვისებული და მიტოვებული სამუშაოები. ერთიანი ტენდერი 80 მილიონ ლარამდე მისცეს ერთ კომპანიას. და ერთდროულად დაიწყო ყველა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ჩოხატაურში, ლანჩხუთში ერთდროულად დაიწყო მშენებლობები და ყველა ერთი და იგივე მდგომარეობაში მიატოვა და წავიდა. საერთო თანხა მეტიც კი იყო 96 მილიონი ლარი. ზედიზედ 16 ტენდერი მცხეთის, ნინოწმინდის, დედოფლის წყაროს, გორის, ბათუმის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღების ასაშენებლად ზარქუას სიძის კომპანიამ მოიგო. ზარქუას სიძე იყო ლაგი კაპიტალის 50%-იანი წილის მფლობელი მაშინაც, როდესაც შემსრულებელმა დამკვეთისგან სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირველი საავანსო თანხა მიიღო. მაგრამ პირველი ტრანზაქციიდან მალევე ზარქუას დისკმარმა კომპანიის წილი გააჩუქა და სამშენებლო ობიექტები ამ მდგომარეობაში დატოვა. საბავშვო ბაღებისა და სკოლის ფულის მოპარვის სკანდალი კი იმით დასრულდა, რომ პასუხისგებაში კომპანიის ახალი მფლობელები მისცეს. დაკავებულია 2 პირი. იქ უფრო ამაზე ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე ეს არის. იქ მოთხოვა და გვერდით სკოლაა და უფროსაში. ოზურგეთის საკრებულოს ყოფილ წევრთან, ბესიკ ქათამაძესთან ერთად ამჯერად სოფელ მერიაში მივემგზავრებით. პროექტის მიხედვით, იქაც 75 ბავშვზე გათვლილი ბაღი უნდა აშენებულიყო. მშენებლობის დასრულების ვადა იქაც 2024 წლის აგვისტო იყო. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ დემონტაჟისა და საძირკვლის გაჭრის გარდა, იქ რკინა-ბეტონის სამუშაოებიც დაწყებულია და მიტოვებული. საბავშვო ბაღს საერთო ღობე აქვს მოქმედ სკოლასთან, სადაც სწავლის პერიოდში ყოველდღიურად უამრავი მოსწავლე იყრის თავს. უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის. აი სკოლის მოპირდაპირეთ ხო ასობით ბავშვი დადის ამ სკოლაში და იმის გარშემო ესეთი დიდი ორმო დატოვეს და წავიდნენ. აი ეს უპასუხისმგებლო ადამიანები. აი ჩვენ გვინახავს წინა შემთხვევებში, როდესაც უბედური შემთხვევები მომხდარა ბავშვებთან დაკავშირებით არაერთი და აქ რომ რამე მოსვლოდა ამ სკოლაში მოსწავლეს მარტივად მოძებნიან განტევებისვაც რომ ვიღაცას ბრალია და სინამდვილეში ეს უყურადღებობა, ეს მიგდებ უპატრონობა, რაც იგრძნობა ამ პროექტებთან მიმართებაში, პასუხისმგებელი ვიღაცა პიროვნება არის გამოკვეთილი, რომელიც ამ პროექტის დაწყებაში, პროექტის არაფერს შუაში არ იყო. უბრალოდ ეს პროექტი ზარქუასიძემ გადააჩუქა და ნაჩუქრობის მიმღები პირია დამნაშავე, რომლის დროსაც საერთოდ ეს პრობლემა მოგვარებული იყო. 2 წლის წინ სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია გადაწყდა, მაგრამ იქიდან 1 წელიწადში ითქვა, რომ შენობა აღდგენას აღარ ექვემდებარებოდა და მისი სრული დემონტაჟი იყო საჭირო. ტრაქტორიც კი ვერ ანგრევს ამ სკოლას კადრში. თქვენ ისეთი მყარია, რომ ტრაქტორიც კი ვერ ანგრევს, ანუ საუკუნოვანი სკოლა, ცალკე თავისი ისტორიით, ვიღაცას არ მოუვიდა თვალში, რომ ეს მცირე თანხით რეაბილიტაცია რაღაც ვერ დარჩებოდა ეს ფინანსური მონაგები, რასაც მიჩვეულები არიან თვითონ და გადაწყვეტეს და მიიღეს ეს ზომა, რომ მოშალონ
2 წლის შემდეგ ბავშვები დადიან მეზობელ სოფელში სკოლაში და ეს საღამოს სმენა არის რეალურად და მეორე ცვლა და დღეს მივიღეთ მოცემულობა რომ ამ უნიკალურ შენობას ანგრევენ გადაწყვეტილის არ არის ზოდის აშენდება ალბათ კიდე წლები დაჭირდებათ ამ ტემპში როგორ ტემპში ცოცნება მოძრაობს ამ სკოლებთან და საბავშვო ბაღებთან მიმართებაში და ესეთი უნიკალური და ლამაზი შენობა სოფელში ინგრევა ნაგომარის სკოლა ისტორიული შენობების ანსამბლის ნაწილია. მათ შორის გამორჩეულია პოეტ სიმონ გუგუნავას პოეზიის სასახლე, აშენებული 1886 წელს, სადაც სოფლის პირველი სამრევლო სკოლა გაიხსნა. გურიის გლეხთა აჯანყების ჩახშობისას 1906 წელს მეფის რუსეთის სადამსჯელო რაზმმა პოეზიის სასახლე გადაწვა. მის ადგილზე ახალი კულტურის სახლი გასული საუკუნის 60-იან წლებში ააშენეს. იქ არის წარწერა რომ მეფის ჯარებმა როგორ გადაწვეს ახ ხელოვნების სახლი და როგორ წინააღმდეგობაში იყო 100 წლის წინ გურია დამონებასთან, მაგრამ დღეს სრულიად შეცვლილია. ანუ აქ ადამიანები ძირითადად დაცლილია ახალგაზრდებით, არიან მოხუცები და ის ადამიანები, ვინც საჯარო სექტორში არიან დასაქმებულები და ვინ უნდა მოიღოს ხმა. ანუ რეალურად ეს ნიჰილიზმი რომ მაინც არაფერი არ გამოვა, ისე გაუჯდა ხალხს და გაუჯდა და შეითვისა ხალხმა რომ აზრი არ აქვს ფიქრობენ. ალბათ გურია ბოლო 100 წლის მანძილზე ესეთი ნიჰილიზმში არაფერი არ გამოვა, მაინც არაფერი არ გვიშველება, ასეთ მდგომარეობაში არასდროს არ ყოფილა. საქართველოში დარჩენილი არ არის მუნიციპალიტეტი, სადაც რამდენიმე სკოლა ან საბავშვო ბაღი არ დაუნგრევიათ. მილიონობით ლარი მათ აღსადგენად უკვე გადახდილია. დადგენილი ვადები კი უმრავლეს შემთხვევაში წლობით გადაცილებულია. მოქმედ სკოლებს რამდენიმე დასახლების მოსწავლეების შეფარება და დამატებით ცვლებში მუშაობა უწევს. ბავშვები ყოველდღიურად ათობით კილომეტრს გადიან. ერთი სამაგალითო სკანდალის, ერთი პლაკატური სისხლის სამართლის საქმის მიუხედავად, ქვეყანა კორუფციის ჭაობშია. დაჭაობებულია სკოლებისა და ბაღების საძირკვლები მთელ საქართველოში. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას.